კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და გთავაზობთ ერთი დღის გატარებას ერთ აბსოლუტურად განსხვავებული ფერის ვარსკვლავთან. ეს გახლავთ ჯგუფ მწვანე ოთახის ლიდერი აჩიკო გულედანი. გამარჯობა. ძალიან ადრე ხوار შემოგეჭერეთ დილით. მოასწრეთ ყველაფერს. ეს გახლავთ აჩიკოს მეუღლე ნინი ბუკე, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობს და ვაიმე. ეხა გაიღვიძა? მარო. მარვის. მარო. ყველა ვარიაცია. აღვიცი? ღერი ხარ სინა აღვი. 2 თვის და 11 დღეს. ესე იგი დედა არ მუშაობს ჯერ. დედა არის აი დედა ბავშვის ტირილი გაღვიძებთ? აჩიკო, მოყრევთ დიდი. არტილის არა, ბევრს არტილის, ესა ჭკვიანი გოგო. მამა, გაიცინე რა. ან სიცილით იწყება დილა. და როგორ გრძელდება შემდეგ? აი. შემდეგ გაყავს მარიამ ბებიას და ბაბუას და ჩვენ ერთადერთი მაშინ გვაქვს 2 საათის შეგვიძლია და აგზელებთ ცილს. კი. რაც შეეხება საუზმეს დილით. აუზმეს ან როგორ გამოვუდის. ზედათ ეს უჭირავს ხელში, ზედათ ვაჭმა მე მესუჭამ. მოკლედ. ჯერჯერობით ესე. სონი გოგო არი პატარა, სონი გოგო არი. რა მეტარსებს ეს მაროს სათამაშოებია თუ აჩიკოს? ეს ახლა ჩვენ ყველაფერი ძალიან სიმბოლური გქონდა. ეს არის ჩვენ ბალიში, მე აი სოლებიანერი აჩიკოს საბანი, აჩიკო იყო ამ ხელა რომ ამ საბანზე იწვა სოლებიანი. ეს აჩიკოს ეკიდება ქვეყნის პილიონკა ერთმანეთს. ანუ თქვენ რაც ბავშვობაში რაშიც გაიზარდეთ იმაში სპანერი იყო. ფუმფულა იყო და დაიწყებნა ცოტა. ჩვენ გასაათ ეგეთი ლომი ქვია იმას, მე ვეთხარ. მაჩვენიება მამა სადი ხეხავს კბილებს დილით ყავას საცავს წამოდი წამონახ აი ესე იგი სამები ხარ სულ არცალია არასდროს ტელეფონს ლაპარაკობთ გადავწყვეტ მაგრამ გვაჩვენოს ყველა წამოდი ის მაროს გასართობი ადგილი ხო ხო ანუ საძინებელში იწყება დილა და გრძელდება სამზარეულოში ხო ალბათ დილას თქვენები და მართალი გითხრათ ყავას და ჩაის როგორც წესი არასდროს ავსო. უმეტეს შემთხვევაში, ნუ შეიძლება თვეში ერთხელ დავია. წყალი უფრო მიყვარს. ანუ წყალსო. წვენი უფრო მიყვარს. შეულებრივად შევდივარ, რასაც დამიძებელი შევჭამ. თანახან მესმოხობ რაღაცები დილას თუ ჩავდივარ ქვემოთ, აი, ინის უყვარს რაღაც ნამცხვარი ან რაღაცა მომაქოვე და შენ უდებ და რასაც უდებ ჩავისხო. ხო, ეს გააჩნია როგორ. რა პრინციპში როგორც წესი ხანდახან არის ხოლმე რომ დილას ირგვიზებ და რაღაც კარგი სუნი ვარ. გიყვარს თუ არა ოჯახური საქმეების კეთება, მაგალითად რაღაცა კერძების მომზადება. მე კერძის მომზადება მიყვარს საერთოდ, მაგრამ სახლში არ მიყვარს. მიყვარს უფრო აი როცა მე მივდივარ, აი ეს ბიჭები ყოფილვართ მაგალითად, აი მე ყოველთვის მეხერხებოდა ჩვენ სამეცნიეროში, იციან რომ მე შემიძლია რაღაც გავაკეთო, ნუ ხალხს ის შეუძლია სხვა რაღაც შემიძლია. ძირითადად რომელ საძე გიწევს სახლიდან გასვლა? როგორც წესი ხა. ადრე სად? სად? როგორც წესი სტუდიაში მოვიდი. სტუდიაში ყოველდღე 80% ჩემი დასრულების ერთგვარ სტუდიაში დასრულს. ბევრ შოუ ბიზნესის წარმომადგენელს, მათ შორის მომღერლებს რაღაცა უხეშად ვიტყვი, რაღაცა კერძო ბიზნესები გააჩნია. ანუ შენ არანაირი სამსახური არ გაქვს შენ საქმიანობის გარდა რა ისეც აკეთებ. რა, იცი რაღაცებს ვაკეთებ კიდე მე. მაგრამ იმაზე დრო არ მაქვს იმდენი. ვაკეთებ რა უბრალოდ რაღაცებს შევერები ხოლმე კიდე. ნახეს კონკრეტულად პრინციპში აზრიც არ აქვს ამის ხოს, იმიტომ რომ პირდაპირ საქმე არ არის ჩემი. ჩემი სამსახური არის, ну, საერთოდ აგებით ეგრე, იმიტომ რომ ბევრი სამუშაო გვაქვს ძალიან, მithumetes ეხლა. აი ხა დღეს თქვენ ხო იქნებით ჩემთან ერთად ნაირად, ხო? ერთი დღე შეგაწყვეტ. მივალ წარმოთახი იქნება იქ დღეს კიდე რაღაც მომოვიდეს. შორა უნდა მოვიდეს რაღაცა უნდა გავაკეთოთ, მე თან მე ხალ სად პროდიუსერობას და დღეს
ჯგუფი მოა რომელს პროდიუსერებს ვაკეთებთ, ჩვენი სტუდია და მათ შორის მეც. ხო და სამუშაო ხა ორმაგი მაქვს. ხო მარტო ერთი ჯგუფი. პროდიუსერობას, ანუ აიყვანა ჯგუფი რომელიც ავთ სტუდიაში ავიყვანეთ და უკეთეთ პროდიუსერებას, რაც ქვია, მუსიკალურ პროდიუსერებას სამშობლოში. ეს ყველა მითის და ვინც არის შევახსენებ, რომ არჩიკო არის ჟურნალისტი პროფესიით და განათლებით. განათლებით, ხო. ანუ და რატო არ გაყევი იმას, რაც თავიდანვე აირჩი, ხო? რატო არ ხარ ჟურნალისტი და რომ აგერჩია რატო ჟურნალისტი იქნებოდი, ანუ. არ ვიცი, სულდესმოსრული გამიშტება შეიძლება დავწერო, იმიტომ რომ შეიძლება ერთი როგორ გონია გაგიჩნდება სურვილი. ერთი პერიოდი მუშაობდი მე, აი როცა წვანოთახი იყო და ასე პრობლემები გავხდით, მუშაობდი მე შემიძლია პრესაში. იმიტომ რომ მაშინ ხო იცი თავიდან პოპულარული ხდები, ეგრევე გაცხადებიან და ინტერვიუ არის ყოველდღე ვიღაცა მოდის რაღაც გამოცემიდან, რომელიც იცი, რაღაც გამოცემიდან, რომელიც არ იცი და არ გეცოდინება არასდროს, მაგრამ მაინც მოდიან ახლა. მოარზის თქმა და რაღაცა ინტერვიუში ფული მომეცით, ხო იმიტომ სირცხვილი. ხო და თავიდან მეუბნებოდი, რომ იცი თუ შეიძლება მომიტანე. თავიდან მეუბნებოდი, თუ შეიძლება მომიტანე და ისა რა ქვია ინტერვიუ მე წავიკითხავ. როგორც წესია რა. და მე შევამოწმებ რა წერია იქ შიგნით. და მე დაბეჭდით კი ბატონო. და მოხონდათ როგორი იცი, აი გრამატიკული შეცდომებით ყველანაირად და თან ვასწორებდი. წითელი პასტით ასწორე. ხო და მე თავიდან რომ კითხულობდი, მე ვწევოდი თქვა ვიღაც მოიტანს ხო რაღაცას. ვთები რომ მე სხვა რამ ვილაპარაკე. ყველაფერი სხვანაირად და ფაქტობრივად წერდი თავიდან ამიტომ ვასწორებდი მე. ანუ სკანდალური თუ გახსენდება? სკანდალური და რაღაც ეგეთი არა. რაღაც განსაკუთრებული ხარ. ერთი იყო მაგარი ვიღაც ცოლი მომაყვანინეს ერთი 3-4 წლის წინ რა. აი ეს გამოაცხადეს რომ ცოლი მოიყვანავდა რაღაც ავეჯი აჩუქავა ამადამ ფილმამ და რაღაც. მე არ ვიცოდი არ მინახავს და ხალხი მილოცავდა და და ვინ მოგყავდა მოყვანილი? მაშინ ისა ქეთი ფარესაშვილი. ქეთი ძალიან კარგად ვწდობ ძალიან ისეთი კარგი ახალ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და მაგრამ ვიცი რა მაგას. საერთოდ ჭორებთან როგორი დამოკიდებული? ეს ჭორები. ანუ ვირო ჭორი რეკლამაა და პოპულარული თუ ხარ უნდა ჭორაობდნენ თუ ჩვეულებრივად კარგი. ვიცი რა მართლა გითხრობ მე ისე სტრესში ვტრიალებ რასაც ვიარ ხარ შოუ ბიზნესს ვიდახი. ხო ისე სტრესში ვტრიალებ რომ ნაკლებად ალბათ ნაკლებად შეიძლება ჩემზე მიჭოროს. თუ იჭრობს კი ბატონო რა ჩემი საქმე. არა გამორიცხული არ ჭორაობდნენ. ხო არასდროს ხო არის მაგრამ ნუ მაინც შედარებით უფრო ნაკლებად უსაუბ ასე თქვა იმიტომ რომ არ მიყვარს ნაკლებად მიყვარს სხვადასხვა მიყვარს გართობა უფრო საჩეხება შენ თაყვანისმცემლებს მუსიკის თუ ჩემ სიძახი არა შენ თაყვანისმცემლებს ვიძახი როცა გაჩნდა მაროდავშეთ გამოხატა თუ არა ვინმე სიხარული რაღაცა საჩუქრები იყო თუ არა თაყვანისმცემლებს კი როგორ არის იყო ხა ხალხი ცნობს და რაღაც მოდიან სულაც გიგებენ და რაღაც ეგრე რა თქმა უნდა არის დედას ეძახის ეგეთ რაღაცები არის განსაკუთრებული რაღაცები საჩუქრები არის აჰა არ გახსოვს ეს შეგიძლიათ მოიტანოთ ხო თაყვანისმცემლები ფინჯერით ხელში მივემართებით წვანე ოთახისაკენ. ხო, ეხლა შევედით წვანე ოთახში, რომელიც განსადა რამოდენიმე. და დიდი ხანია თუ არა, რაც ეს ოთახი არსებობს. ეს ოთახი არსებობს სუთავიდან. სუთავიდან. ჯგუფი არ არსებობს. არა, რა ჯგუფი სად არსებობდა ჯგუფი? ეს გეტყვით ეხლა 82 წლიდან. 82 წლიდან წვანე ოთახი ერქვა, იმიტომ რომ მაშინ სხვანაირი იყო უფრო. ეხლა მე ის მე როჯერ ფერი იყო მაინც წვანე ნაჭერი იყო პული წვანე ფერის რა მაინც შევინოთ ჩვენ დაახლოებით ფერთან მსგავსება რა სხვაგან არ წავედით იგივე იმაში ვარ აი რადიოში რომ მიქონდა პირველი სიმღერა ხო უნდა გასულიყო რაღაც სახელი თუ უნდა გაუშვო ანუ ჯგუფის სახელი არის ხო რა იმიტომ რომ ყველაფერზე ვიზრუნეთ და უცებ მომაფიქრდა და ყველას მოეწონა რაღაც და სახელმა გაამართლა ნახეთ არ ვიცი ჯგუფმა რა ქნა ისე ფერი მწვანე მიყვარს ანისამოსაც მწვანეს ხარ ხმარ. კი ხარო ხოლმე, ეხლა ეთქოთ კონცერტზე შეათ მოწვია მწვანე საფაქროხია, ჩემო ზაფასო გამიგზავნა, მაგრამ რაღაც ნაისური ამერიკიდან. ანუ საჩუქრებს როცა გჩუქნიან მეგობრები, ცდილობენ რომ მწვანე ფერის. ან ბრაზილიის მოიკავს ჩუქნიან, ან მწვანე ფერის რაღაცას.
ბრაზილია ახსენე შენ თვითონ ვიცი რომ ფეხბურთის ფანი ხარ კი დინამო სამიელი წაგები მე მახსოვს ბავშვობიდან ეხა ეს ბრაზილია ესე მესმოდა რა ვიზა ჩემი ფეხბურთელი ძალიან ცნობილი წვრილი ეს ძოძოშვილი და სუხთებოდი ხოლმე რაღაცა საფეხბურთო იმაში და ბრაზილია იმათვის იყო ეხლა და დღესაც ეგრე არის და მახსოვს რაღაც ფილმი ვნახე ხო ვიყავი ტალინში ვიყავი თუში პატარა ვიყავი მახსოვს შოულებთან ერთად და რაღაც ფილმი იყო ეტაპელე ესე ერქვა თუ რაღაცა რა ხო და ალბათ პირველში თავისთავად მაქედან წამოვიდა და ფეხბურთი მიყვარდა სულ ძალიან ну მაშინ დინამოს ბარეში მოდია ახლა და სურვილი არ ქონია რომ შენ თვითონ ფეხბურთელი გავხდარიყავი იმიტომ რომ იმასაც მაგრამ მინდოდა აი ძალიან მაგრამ მინდოდა აი ისე მაგრამ მინდოდა რომ ვერც წარმოვიდგე მაგრამ კალათბურთზე მოხდი წყალბურთზე მოხდი მაგრამ ფეხბურთზე ვერ მოხდი და პრინციპში კარგია რომ ვერ მოხდი იმიტომ რომ ფეხბურთის ფეხბურთელი ჩემო არ გამოვიდოდა არასდროს და რატო გონია რომ არ გამოვიდა იმიტომ რომ შესაბამისი მონაცემები აი ნიჭი ჭირდება ყველა საქმეს ესე საერთოდ საკმაოდ ისეთი როგორ თქვა რომ არ ვიხმარობ რუსული სიტყვა მაგრამ მაინც უფრო ჟილკიანი ვარ მან და აი თამაშის დროს რა არ მიყვარს მაგრამ წაგება როგორც იძახიანად ჩემი მეგობრები დამცინებ ხოლმე უბრალოდ ბევრს ყვირი ხარ რა მეუბნები და ჭევი ხარ ტოტალიზატორს თუ თამაშობ ხოლმე ფეხბურთს რა შეეხება ჩავსდები იცი რა ძალიან ნიშნავს ტრადიციულად ლუდი თუ ჯდები ალბათ აი ხა ეს ოთახი ყველას რო ხედავ ხო აქ უყურებთ უმეტესობა აი ფეხბურთს ჩემი მეგობრები რა ძალიან ხშირად ეს ხდება სამშაბათს ოთხშაბათს და შაბათ და კვირას ხდება საფრთხე ჩემპიონატი სამშაბათის გარდა სულ აქ არა ვარ კიდე არის რაღაც ადგილები სადაც დავდივარ მაგრამ ამ ოთახში უყურებთ ხოლმე ძალიან ხშირად ფეხბურთს და აი ჩემი ნათლული ცხოვრობს ჩემ თავზე რა ნიკოლოზი პატარა ლევანის და მაიას ნიკოლოზი და ესე იგი ერთი პერიოდი ევროპის ჩემპიონატი იყო და ფინალს უყურებდით აქ საერთოდ იმ ბავშვს ეღვიძა ზემოთ აეგძინოს რა სტრესში იყო იმიტომ რომ სუღრიალი და ის არის და ეს გაიზარდა ნიკოლოზი და ხარ რომ ხდება ცოტა ანუ შეძახილებით უყურებ ხო მე ისე გაიზარდა სამაგიროს გადავიდა ხო არა ხშირად ყოფილა რომ მეზობრები აი ამ ამოსულა რომ ვინც თქვა არის ფეხბურთია ხო არა ეგეთი ხალხი ვინც საერთოდ არის ფეხბურთი ხო ვიღაც ხალია თავისთვის წევს და უცებ ისმის 20 კაცის ღრიალი რა რაც არის რაღაც ბედურების მომასწავებელი ან რაღაცა ხდება. თუმცა ამოდენ რა ხდება მოდენ და ეჩეთ რომ რა არ ხდება ხოშვიდობა. აი ეს რა არის მოდი. ეს გამომიგზავნა მიხა პატარაია, შემოც მაგაცმა რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. საჩუქრად. აი ეს არის როგორ ვიყავით ხმელთაშუა ზღვაში მეფერენი ჩამოძრალები. ეს როდის იყო და ახლა? ეგ იყო როცა ვიყავით იმაში. საქორწინო მოგზაურობაში. ეს ყველა ის წიგნი აქ მოთავსებული რომელიც შენ წაიკითხე? არა, ვერ ვიტყვი რომ ეხლა ყველა წავიკითხე რომ სემინარ ისტორია, ყველა ტომი წაკითხული მაქვს, ნამდვილად არ რაც მე წავიკითხე პრინციპში ყველაფერი შენახულია უკვე. ანუ გადადეთ ეს რაც ასაკითხი დაგრჩა. სიბერეში ხო არაფერი ხავათახში ჩაკეტას და წიგნის კითხვა. სიბერეში ძალიან კარგი იქნებოდა ბევრი რაღაცის კითხვა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება ეხლა. კითხვის ძალიან მაგრამ მიყვარს კითხვა. მაგ ვერთობი ბავშვობიდან ეგეთ საქმეზე მაგრამ ეხა უფრო ცოტა ესე თუ ხდება რომ თან წიგნს კითხულობ თან მუსიკას უსმენ არა არასდროს ან ვერ ვიტან კიდე მუსიკას რო ჩართულია ტელევიზორში ჩართული თუ მუსიკას უსმენ წიგნს რო კითხულობ კიდე ხო აი ესე ჩართული რო არის ხო ეხა ისე ჩართული თავისთვის ხო ეგ მანქანაში გასაგებია მაგრამ თუ მუსიკას უსმენ იქნება ჩართო და მოусმინო ან ეხა თუ თქვაც ხედავთ და თქვაც სვამთ ხო მაგალითად მეგობრები და ალბოდი ის ჩავთოთ და იყოს ხო და ყველაზე ხშირად რა ჟღერს შენ სახში? ბოლო პერიოდში საერთოდ რო ავიღოთ ესე ჯამში. როკი ჟღერს ყველაზე ხშირად. როკი ჟღერს. ჯაზის რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაც მონაკვეთში იყო ეს ბავშვობაში. რა ვიცი ესე მაქვს ხოლმე ყველაფერი, მაგრამ იმდენი რა უბრალოდ აღარც იმაშვები სიდებს. ეხლა მინდა რომ კომპიუტერს რო ვიტვიდი, MP3-ში შევყალო ყველაფერი, რომ ყველაფერი მქონდეს. მე ისეთი ცხოვრებაში არ მექნება, რაც მე მინდა რომ მქონდეს და და ეს სიდები ნაჩუქარია თუ შენ თვითონ შეიცინე? ზოგი შეძენილი, ზოგი ნაჩუქარი, ზოგი რა ვიცი, ჩვენ ჩაწერილია. ასე ქართული შემსრულებლების სიდები ხო არ გაქვს ან არ კი, მაქვს. ქართული შემსრულებლები მაქვს. მაქვს ნესტანბაგის სიდი მაქვს სოფტები. მაქვს მაქვს რა მაქვს კიდე ქართულები. ინე ეთქვა თუ არა თქვენი გემოვნება
ნუ მაქვს რა. არა უობა. აი შენდათარო ყველაზე მაგარია და ჩემი. შენდათარო შენია. რენის თავისებურად რაღაცები უყავს. მარტო ტრიკი არის, ვიცი რაღაცები არის. როგორც ამას იცი მუსიკის სიყვარული სხვადასხვანაირად გამოიხატება. ეს არის როგორ გითხრა რა, აი ორიგინალ CD-ს დასდევენ, ხო? აი უნდა იყოს მაინც ორიგინალი, აი ის უნდა იყოს იმა რომ გამოუშვა და ჩემთვის მაგას ახლა არსებით მნიშვნელობა არ აქვს, კარგია ჯობია, მაგრამ თუ იმას უსმენ ახლა პრინციპში აჰა, ანუ თუ ორიგინალი არ არის, ხო არის. და არ შეიძლება. უსმენ, მაგრამ მე მიყვარს მაგარი ხარისი. ანუ მარტო როცა ხარ სახში შეიძლება რომ უსმენთ ხშირად მუსიკას საჩიქოს გარეშე. და ყოფილა თუ არა ესეთ შემთხვევაში შემოსულ ხარ და არ მოგწონებია რა მუსიკაში ხარ და გამოგირწევ. არა, ეგეთი ერთი კასეტა იდო აქ რაღაცა და ის მოვაშთე. ჯორჯ მაიკლი. ის ძალიან. არა, ნუ ჯორჯ მაიკლი ხო კარგია. რომანტიკა და ხო, თელი ხო განსხვავება ის რომ ამის ბავშვობის რომანტიკა ჯორჯ მაიკლი და ჩემი ზეპელინი და ხო ხტები როგორ სხვადასხვანაირ მაზელზივართ ახია. ამის შენ უნდა გეთქო მადონა. უბრალოდ იცი რა არის? არ უსმენ და ხომ კირკოროს უსმენდი აქ ვერ მოხდებოდი ვერასდროს. კირკოროს უსმენდი შენ ალას. ერთხელ ხო მომიწყეს თქვენთან ეთერში რაღაც გადაცემაში რო ვიყავთ სოლოში. და ის იყო და რას უსმენსო ჩემ მეგობარს ეკითხება პროდიუსერსაც და მეგობარს ერთად. ეგო უსმენსო ბულანოვასო და გიждდება ბულანოვაზე. ეხა ალას ბოლოს სიმღერა აქვს გადმოწერილი. არა. ბულანოვას და რა მაგარი საკაიფო ისე. რა რეაქცია აქვს მაროს მუსიკაზე? ძალიან ტელევიზორს უყურებს ხშირად. ტელევიზორს უყურებს და მუსიკის მოსმენას. მაგრამ ფეხბურთი იმედია რომ ეყარები. არ ვიცი. ბაჟზე ჩემთან თუ ყუროს ხოლმე. აი ეს რა წვანე ოთახში. ბიჭის. რატო რა მოხდა რა? ეს კი წვანე ოთახში ცოტა აღმოჩნდა აივანის კონია. ახლავს ჩვენს აივანს მასთან. როგორი აივანია? აქაც ალბათ ხშირად პერფექტ. სიხართ ხოლმე. კი, ზაფხულში ეს არის ერთი ოთახი დამატებითი. და ეს კი როგორც ჩანს შენდანინის სიმაღლის არ გეშინიათ, იმიტომ რომ მე 1000. არა, იცი რა არის, მე არასდროს არ მეშინია, როცა მე ვარ, აი სხვაზე მეშინია. მართლა სასწორზე გამოხსენე რამდენი კილო. მე ვიქნები ერთი. ხოლმე. მე ვიქნები ერთი 95, 96 ისე როგორც არაფერი. და ის სასწორი ადის მაგამდე. ეს სასწორი, ამ სასწორზე ჩემ ჭკუას და გონებას წონი ყოველ დილას. რო ხო არაფერი დააკდა, ხო არ მოემატა და ჯერჯერობით უძლებს, მაგრამ მგონი ახალი უნდა ვიყიდო, ამიტომ შემიძლია. აქ ჩვენთან ყველაფერი არის ნატურალური და ბუნებრივი. აჩიკოს მამა. აჩიკოს მამა, აჩიკოს დედა, აჩიკოს ცოლი. როცა არ არის აჩიკოს მამა და აჩიკოს დედა, ურის აჩიკოს ცოლი. როცა არავინ არ არის, აჩიკო მერამ ბევრჯერ დაუბარებია და აი ხო მარტო რომ ცხოვრობდი, ჩემი წასვლები და მარტო ვჩემ. და მორთქე ყვავილები და მე რო ხვდები ხოლმე რამდენი ყვავილი გვაქვს სახლში. თუ დაგავიწყებ ხო იცი 2 დღე და დიდი იმას რო აიღებ და რო ასხავ. ისე გიყვარს შენ თვითონ ყვავილები? ანუ სახში რო რაღაცა ხარობს. აი რო გითხრა ხა ყვავილები მიყვარს, არ მძულს ყვავილი. გამწვანება, ნუ სიამოვნებს, იცი რა არის? იცი რა არის? ადამიანი მე ატყობს რა, მოვლა რო ჭირდება რაღაცა, როცა თვითონ იწყებს რა, ეხა თორე ხო არის ეს თავისთვის კარგია. აჰა. სახლიდან მიდიხართ კუსტბაზე, ნინი და მარო. ეს ბოლო დღეებია ეს ხდება. აი ჩვენი მეგობარი. რა ჩვენი ძმა და მეგობარი. როგორ ახლა? ჰა? კარგად. ნაშვები. ცოლი არ მოგიყვანია ჯერ? არა. გავუხურეთ ცოტა, ყველა შეხვედრა ცოლი არ მოგიყვანია გითხები. ჯერ ცოტა ხანი მოიცადე, თორე მე იქ. ცოტა ხანი მოიცადე, თორე იქნები ესე დილას ახალ კუსტბაზე. ეს არის კუსტბაზე. ცოლი, შენ დადიხარ კუსტბაზე? თქვენდაც ალბათ სხვა ტბაც იქნება რა. ავტომობილს რაც შეეხება, მანქანა არ ყავს, ხო? მე არა. და რატომ? იმიტომ რომ ტარება არ ვიცი კარგად. მარტო ეგ არის მიზეზი, რომ ტარება არ იცი. არასდროს არ ყოლია. თუ გინდა რომ აქ ყავდეს გეყოლება რა ისეთი რაღაცა არის რა ხა მაგრამ რა ყველანაირად შეგიძლია ისოვა შეიძლება ის არ ყავდეს ასტონ მარტინი არ გეყოლება იასონება მაგრამ
არა იცი რა არა მაქვს ისეთი არა მაქვს ისეთი ისა რა მაგრამ ეხა უკვე ხვდები რომ მაგარი რთულია იმიტომ რომ ტაქსებში იმდენ ფულს ვიხდი რა ანუ ჯობია ერთი მანქანა იყიდო ერთი მანქანა რომ ვიყიდო ჯობია ნაიჭი ოდიშით მაპატი არ ვიცი ტელეფონს ლაპარაკით უბრალოდ საქმეებს აგვარებ და რაც აუცილებელია არა ნუ ეს საკონტაქტო აი შიგნით რაღაცეებია და იცის რაღაც აღა ეს შიგნით არ ვიცი რა ხდება მესიჯები ხო მესიჯები ხო აი ფოტოები და თვითონ ხო არის ზოგიერთმა იცის ზუსტად აი შეხედა მაგი არ ვიცი ლაპარაკობ და მაგითი პრინციპში თავდება ყველაფერი რა ამ შენობას ვიცნობ არა მარტო ჩვენ არამედ ჩვენი მაყურებელის კარგად ვიცნობ იმიტომ რომ ხშირად ვუყურავთ ხოლმე ამ შენობას რადიო ფორტუნა პლუსი არ დაიდარდო ასე შემდეგ და ასე ახლა ჩვენ მივიდივართ სტუდია ქართულ ჩანაწერებში იგივე ჯეო რეკორდსი იგივე და რა საქმე გაქვს ეხლა დღეს გასამარგლი მაქვს ცოტა რაღაცა ესათოხნი times I've been a traveler, look for something new. In days of old, when nights were cold, I wandered without you. ხო ახლა რა ხდება კიდე აქ ჩვენთან გეტყვი. აი ეს არის გახსოვდეს კვარიათი კუთხე. ჩვენ ვიყავით ფესტივალში. გახსოვდეს კვარიათი. ხო. ნუ ეს არ გამშიფროთ ახლა. ეს არის რა ლეგენდარული soft-eject-ის წევრია და არა მარტო აი უყურე ვახო გესმის გულფრინ წვალე ოთახის დრამერი ეხა ბექაც მოვა ბექას დაბადების დღე დღეს კტაწი და არ მოსულა შემოვა უნდა ვუმღეროთ სტუდია ქართული ჩანაწერები კვანცა უცხოური არაფერი არ წერება უცხოური სხვა შორის ვინც უცხოური ვის ჩავწერე აქ იუნიფორმი ტრიუმ ჩაწერა და ინგლისელებმა ჩაწერეს ბოლოს brothers with different mothers ჩანაწერები ზოგჯერ აი ეს სტუდია რო ახლა დაკეტილია ხო ეს იმას ნიშნავს რომ ჩავწერეთ და просто უსმენ. უშინწინა. ხო ინგლისურად ეხა ცირ არის ყური რომ უფრო ისე გქონდა ჩვენ თქო რომ გზა ინგლისურად ხო მარტივი გზა არის უბრალოდ. ხო ეხა ესე იმღერო გასაგებია. საქართველოში ინგლისურად სიმღერას არ ამგონია რომ აზრი ქონდეს. იმიტომ რომ ხოლმე გაიგოს კაცმა რომ გისმის. მარტო მაგიტომ ღერი ხარ ქართულად თუ არა, იმიტომ რომ უფრო მარტივი არის ესეთი შენი გადმოცემა რაღაცის ქართულად ვიდრე ინგლისურად. მესამე ალბომს აი ხო აი ხა ეს არის ზუსტად ანუ დაწყებული. კი, დაწყებულია ყველაფერი არის ჩაწერილი არა, დაწყებული ჩაწერა ყველაფრის. ვიცი რა არის ცოტა სხვანაირი იქნება მესამე ალბომი. მესამე ალბომი იქნება სტილისტურად აბსოლუტურად სხვა, იმიტომ რომ ეგეთ ხასიათზე დავდექით სულ ყველანი. და უკრავთ ახლა როკს. და რა იქნება განსხვავება? სტილი? ანუ უფრო რა სტილი? როკი იქნება. როკი. ფილოცავ დაბადების დღეს. აი ბეთჰოვენიც მოვიდა. როგორც ის არა თქვენ რო იფიქრეთ. ისე მინდა და გაცნობა ბეთჰოვენის. ხო თისმოვიდა. ბეთჰოვენა. როგორი სხვანაირი ყოფილა ცხოვრება. სხვანაირი წარმოგედგინა. ყრუდა დაბერების ხო? რას იწყებთ? რაღაცა მოვშიშეთ, ზუსტად არ ვიცი რა. აქვს ჟორას სიმღერა, კარგი? ხო. ასე რომ დღეს წვანე ოთახი არ იქნება. და იქნება რა? იქნება ჯერჯერობით ეს არის სამუშაო პროცესზე ვერაფერს ვერ შეგიძლია რამე თქვა ამასთან დაკავშირებით. მეგობრებთან ერთად რაღაც ვკეთებ.
ერთი დღე ვიმუშავეთ, ეხლა მეორე დღეს მართალი ამ სამუშაო დღეებს შორის იყო დიდი უფსკული. ანუ რაღაცა სპონტანურად გადაწყვეტეთ სიმღერის შეწერა ერთად. ზაფხულს გამიჩნდა აზრი, რომ რატომ არა მწვანე ოთახთან თან მე დაჭიკო. დიდი ხნის ჩვენ სხვათა შორის პირველი კონცერტი ასე ცხოვრებაში მქონდა ერთად, ხო? კი. თეატრალურის სპარტაკი ერქვა იმას. სპარტაკში და მე ჯგუფი ელიტიზეტი და ჯგუფი ჯენერალსი. ჯენერალსი იყო ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის სიყრმის როგორც გნება. ჯგუფი სადაც პრინციპში ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვუკრავდი. და მაშინ იყავი რა მოხერვა? გარშია საერთოდ კონცერტები რო დავიწყეთ მაშინ იყო 91 წელი და მე ვიყავი 17 წლის. ხელოდით ინგლისურად ვუკრავდი. ინგლისურად არის. და სად უკრავდით ხო? რეპეტიციები სადავ ქონდა ხან რუსთავში, ხან უნივერსიტეტში, ხან მისაცაძე, ხან ელდეპოში, როიალ უესტა. მაშინ ვაფშე სხვა მაშინ იყო ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი. მაშინ ფანერა არ იყო. ხო და აქედან გამომდინარე მუსიკოსებიც მეტნი იყვნენ და იყო ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი მართლა. იყო ანდერგრაუნდიც იყო რიტმ ბლუზი იყო მეტალი იყო, თრეში იყო, დუმი იყო, ისეთი როკი, უფრო პროგრესული იყო, ნიუ ვეივი, ნიუ ეიჯი. იყო მას და სხვა შორის ეხა მესამე ალბომში აი ერთი ძალიან მაგარი სიმღერა ჯენერალსის. და იმას ვაკეთებთ ეხა. История. La 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 la. La la la. ასო ყავლებ გიყიდი. ერთიც ვთხაროთ რა. რა შესაქმე? რა შესაქმე? შემოგეჭრეთ ეს არის გადაცემა ერთი დღე? ვიცი. ხო და ხენ დღეს ხო იყო? აჩიკო გულედანთან ერთად. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნო დღე იქნება. და შეიძლება რომ გითხრა ახალი, ანუ როგორ გრძელდება შენი დღე? დღე გრძელდება, აი ხა ვიწერთ ვოკალს რა, პრინციპში როგორც გეგმავდით ჯეჟრობით ისე არის. ყველაფერი ხო. გეგმის დამე. ხო და ეხა ბერქა გვიხელმძღვანელებს ჩვენი იუბილარი, ბერქა ჯაფარიძე, კაცი ლეგენდა. კაში არ მისმის. ეს ჩემი გიტარა არის. არის. იყო არის და იქნება. ხო ეს ჩემი გიტარა არის. კარგი და ლამაზი. მე ძალიან მიყვარს. აი ეს ჩემო ბიძაშვილმა მაჩუქა სხვათა შორის და ელოდებოდა მწვანე ფერს და აჩამოვა სამი თვე უთხრეს და ფერი არ ვიცი, მაგრამ ესენი აქ მაგარი რა და გრიფიც კარგი აქვს. აი ეს რა არის? ეგ არის წვიმა. არა, ეგრე არ უნდა დაიჭირო ეს. ეს ნაგებია ეს. ნახავს სიზმარს, ჯერ არ დაღლილს, გზას არ გავლილს, გასავლელს. ლა 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 ლა. სულის დარაჯობს ღვას. ეს კი რა თქმა უნდა დავტოვებთ აჩიკოს იმისათვის რომ მარტო უფრო კარგად იმუშავოთ და ცოტა ხანში შემოვერთდებით ანუ გაგრძელდება ერთი დღე სულ რაღაც რამოდენიმე წუთი წავედით დახუჯავს თვალს ნახავს სიტყვას ჩვენ დილით უკვე გვითხარი რომ რაღაცა რობა მოკიდე ხელი ხო რაღაცა ჯგუფი არსებობს აი აქ არის და ეხლა დაიწყება თამარ ჩატერ უკვე ჩვენი ჩატერის მერე აი მომერთა YouTube-ის ორი წევრი აქცის. ეს ჭიახო სულ აქ არის. აგერ ჯგუფის კიდე ერთი წევრი და კიდე ერთი წევრი. აგერ არის სუპერ. ძირთად ჩემს რომელიც ბღერის. რომელიც ბღერის. ჯგუფს ექცი რა არის, რომ არ ვიცი ჯერ აქვე ერთი ვარიანტი გქონდა, მაგრამ რაღაც სუდამბებს დაერქვა სუდა. 1 სექტემბერი ესე ერქვათ ბოლო ერთის განმავლობაში და 1 სექტემბერს რაღაც ტერაქტი მოგწონდა? არისო მაინც საფრთხოვანები. ხო და ეხლა გვაქვს ცოტა დადარჩენილი იმისთვის რომ მოვიფიქროთ და ესე დავარქვათ რომ ჯგუფი არის. ახალი და ჯერ სახელსაც არ ვიტყვით, მაგრამ ვითომ არ ვეძახით და მალოთ ამ დროს არ აგვიქვს. ჯგუფის სახელი არ არის. ჯგუფის სახელი არის. ჯგუფი რა. ჯგუფი. სიმღერის ჯგუფი.
ალბომი რო არ იყო ჩვენს შეკრიფიანო თუ იცნობდნენ უკვე ერთმანეთს. არა, მანამდე ერთად კი იცნობდნენ და უკრავდნენ ერთად და ჩვენ არ მოგვიგონებიეს. ფალსიფიცირებული ჯგუფი არ არის, რომ ის არსებობდა. არსებობდა ეს ჯგუფი და აღარ დაფიქრე თუ შემატო ხარდეს თუ მიგატოვა ყველა თუ ხას მოპარზე აღარ გაჩუმე აღარ გაჩუმე ძალიან საინტერესო ყოფილა. როდესაც შენი არ არის? პირველი შემთხვევა ეს. ხო, რაც შეეხება პროდიუსერებას კი ხო, ჩვენი ჯგუფის პროდიუსერებას რაღაცა კი ეგრეთ ითვლება. მაგრამ მაინც მუსიკას სხვა ტყავიდან ვიყურები. ამ შემთხვევაში ცოტა სხვა მხრიდან ვიყურებ რა, უფრო ობიექტურად ვიყურებ, ხალხებს უფრო ხედავ. თავთავარია ჩვენ ერთ ახალი რაღაცა იქნება, აი ქართულ ასე ვთქვათ, მუსიკალურ სამყაროში, იმიტომ ეგეთი ჯგუფი, სადაც აი გოგონ ვერის ნინო არის ქათამაძე, მაგრამ ცოტა კიდე სხვა რაღაცა, უფრო როკი იქნება. ხო, არა, მინდა რაღაც ახალი ტალღა საჭირო, რა რომ ცოტა სხვა რაღაცენტავლის სხვა ახალგაზრდული მოეწამოს და არა, ხალხი ხალხი ჩაულებრები რა. ხო, იმიტომ ჩვენ გონია რომ კარგია მუსიკა თუ არ მოგწონს იმას ვერ ჩემერეთ პროდიუსერობა ძალიან ძნელია თუ არ მოგწონს რაღაცა. სელდება გადაცემა ერთი დღე ვიმყოფებით სტუმრად აჩიკო გულეთანთან ჯგუფ მწვანე ოთახის ლიდერთან. აი უკვე ღამის 12-ის ნახევარია, მე ძალიან შემცირდა, გადავწყვიტე რომ არ გავყინულიყავი და რამე მომეცვა და მოვედით კინოთეატრ ამირანში, სადაც აჩიკო უკვე გველოდება. მისი კლიპის პრემიერა შედგება სულ რაღაც რამოდენიმე წუთში. მეორე ხალხი მოვაკი, მეორე ხალხი და მოვიდეს წესთან. საორგანიზება შენ თვითონ გავუწიები? ყველაფრის ორგანიზება გააკეთა მიშა აფხაზავა. რა არის მიზეზი იმის, რომ ჯგუფ მწვანე ოთახს ჯერ სულ რაღაც 3-4 კლიპი აქვს. მეტყვი რომ ჩვენ სხვა სისტემით ჯერ ისევ ეს პირველ რიგში არის ალბათ ფინანსური მომენტი რა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვთქვით საჭიროდ ალბათ ისეთ დიდი ფინანსის მოძიებას და მაგალითად არ მუშაობთ რომ განსაკუთრებით ზირადღირებული კლიპი გადავიღოთ, მაგრამ მგონია რომ არ აქვს აზრი. ჩვენ შემთხვევაში არ აქვს აზრი. იდეას ეყრდნობით ხოლმე რა, რაღაც საინტერესო იდეა უნდა იყოს. მაგრამ თავარია რომ კარგად შესრულდეს რა. ისე რომ ის იდეა ძალიან არ დაიკარგოს. ან რაც შენარჩუნდეს რაღაც. ყოველ თავიდან გინდა ყოველთვის არ გამოდის. ამ შემთხვევაში მიშამ გააკეთა ყველაფერი. და შენ თვითონ კმაყოფილი ხარ? მე ვარ ძალიან კმაყოფილი. აი, მიშა აფხაზავა. ერთმანეთთან მუშაობა მოგეწონათ თუ არა? ძალიან. ეხლა იცი ყოველთვის არის გამოდის ხოლმე ვიღაც ერთმანეთთან მუშაობენ და ორად შესანიშნავია, ორად კარგი. მე მართლა მინდა ვთქვა რომ ეს არ არის გაუქმებული სიტყვები. მე მქონდა იდეა, აი ესე ჩამოუყალიბებელი იდეა, ნუ სიმღერიდან გამომდინარე, ხო? ჩამოუყალიბებელი უფორმო იდეა, რომ უნდა ყოფილიყო დაახლოებით ესეთი, ხო და მიშა თქვა კარგიო. წავიდა სცენარი გააკეთა, დაწერა, დახატა, მოიტანა, წავიკითხეთ, მომეწონა, გადაიღო ორგანიზება გავუკეთა. შენ მახსოვს დახტოვე შენი წემლი წვინდა რამე გაიქნებს ალბიდი ვარ, ყველაფერი გადაიღო. ესეცეს ისტორია ჩემი ბაზარი ესმის. ეს მოვიწრევა და მოდისხმობა. არ მოუყვეს ხვას მომზადებული ხარ გაქვს ტექსტი რამე. წერილი რაც უნდა თქვა. ისინი მართლაც მე დააჩვენა. წინასწარ ხარ წაგვი. არა, ლექსი, ტექსტი და ის მომზადებული არ არის. ესეც ხო
love story Mogłago never ამ ფოტოების შემდეგ ცოტა შემეშინდა 12 საათია ცოტა შემეშინდა თქო კლიპის და 12 საათზე სპეციალურად ხო არ გააკეთე ამდენ ხალხს რა გადაკოცმის მერე შენ ასად ნესეთ ადგილას ყველა არის არ წავა ეს ხალხი გაიგე მე ხო დარჩებიან კინოს სანახავად ფილმზე და შენ გაიპარი არა შენ არა ეს პროცესი ხალხი მიდის და არა ეს პროცესი როცა გილოცავენ და უამრავი ხალხი მოდის კონცერტზე არა მოლოცვა თავისთავად კარგია კი არა შენ მოგწოს ეს ზოგს აღიზიანებს ვიცი რომ აღიზიანებს არა ნუ ამდენ არა ხა ესე რაღაც ის არ ამაქვს რომ აი მაგაზე ხიზიანდები არა ნუ ყველას ის ხული ხო 400 კაც Senses Historia Armo was უყურეთ რეაქცია ვნახოთ აჩკო გულედანის როცა საკუთარ კლიპს უყურებს კარგად გაგზავნებოდეთ ნახონდეს დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა პირიქით რომ გაგვიძელი ხო ჩემ მეწყდაზე მინდოდა დიდი მადლობა იმისათვის რომ გაგვიძლა აჩკო გულედანს უკვე მოუხადე ასე ვთქვათ მწვანე ვარსკვლავს ასევე თქვენ დიდი მადლობა ზუსტად ტელემოყურებლები ჩვენ გადაცემას ბოლომდე უყურეთ ეცემ ერთი დღე გემში დავხვდებით